არ მოგზაურობთ გადაცემას, ალბათ ყველა დამეთანხმება, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ქალებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ ქალი კარიერულად რეალიზებულია, ხშირ შემთხვევაში მას ასევე უწევს თავი გაართვას ისეთ საქმიანობასაც, როგორებიცაა ბავშვების აღზრდა, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების შეთავსება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მათ. სტატისტიკის თანახმად ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. დღეს ვისაუბრებთ რა სოციალური და შრომითი უფლებები და უპირატესობები აქვთ ქალებს ამ მნიშვნელოვან საკითხს გაგვაცნობს ახლა ჩვენი თანაწამყვანი იურისტი და ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია. დილო მშვიდობისა თამარ. თამარ დილო მშვიდობისა. დავიწყოთ ყველაზე აქტუალური საკითხით. რა დამატებითი უფლებები და პრიორიტეტები აქვთ ქალებს სამსახურში? არის თუ არა ეს ასე რომ შემდგომში ისარგებლონ მათ ამით? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, წარმატებულ კვირას ვუსურვებ. დიახ, შრომის კოდექსით, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ქალისთვის დამატებითი უფლებები და პრიორიტეტები. ამის მიზეზი გახლავთ ძალიან მარტივი, ბიოლოგიურად, ბავშვს აჩენს ქალი და შესაბამისად, მთელი ის პერიოდი, რომელიც უკავშირდება ორსულობას, მეძუძურ დედობას და ასე შემდეგ, რასაკვირველია დაკავშირებულია დამატებით გამოწვევებთან და თუ ჩვენ ადამიანებს, ქალებს არ მივცემთ დამატებით უფლებებს და პრიორიტეტებს, ამით მათ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ, ხომ, შვილოსნობისგან და ბუნებრივია ეს იქნება დრამატული შედეგი როგორც ქვეყნისთვის, ისე ჩვენი დედამიწისთვის. ამიტომ ეს არ არის რაიმე ხშირად მეკითხებიან მამაკაცები, რომ რაში გჭირდებათ დამატებითი უფლებები, ვინმე ხელს გიშლით დასაქმებაში, ვინმე ჩაგრავთ, ასე არ არის. ეს არის ბიოლოგიური პროცესი. ქალი საშუალოდ ორ შვილს, რომელიც აჩენს, წარმოიდგინეთ ორჯერ გადის პროცესს, სადაც 2-3 წლის განმავლობაში უწევს ძალიან დიდ გამოწვევასთან ერთად სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება. ამიტომ მამაკაცებს მოექნება თქვენცდა რომ ეს არის უსამართლო, პირიქით ეს არის ბალანსის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით. ეს ბერკეტი აუცილებელია, მე ვფიქრობ. რასაკვირველია, თორე არ გააჩენენ ბავშვებს და რა თქმა უნდა ეს იქნება სავალალო. აი რა უფლებებზეა საუბარი? დავიწყოთ უფლებებით. პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ და რაც ალბათ არის გარკვეული მიღწევა ჩვენი კანონმდებლობის, ეს გახლავთ ქალის და მამაკაცის თანაბარი ანაზღაურება. ანუ კანონში პირდაპირ ჩაიწერა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანაბარი ანაზღაურება. ეს რას ნიშნავს? აქ საუბარია თანაბარ პოზიციაზე, თანაბარი სამუშაო პირობებით. პირობითად თუ თქვათ კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს სამსახურში არის პირობითად 2 იურისტი, 1 ქალი და 1 კაცი, მუშაობენ თანაბარი სამუშაო საათებით და თანაბარი პოზიცია უჭირავთ, აუცილებლად სავალდებულო გახდა უკვე ორგანიზაციებისთვის, რომ მოხდეს ხელფასის გათანაბრება, ანუ შესაბამისად ქალს აეციოს ხელფასი. თამარ, არ აქვს მნიშვნელობა მის კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ხანგრძლივობას, რომელიც მან გაატარა ამა თუ იმ კომპანიაში? ძალიან საინტერესო კითხვაა და ნახეთ რა ხდება ზურა. ორგანიზაციას რა თქმა უნდა უფლება აქვს ხელფასები განსაზღვროს გარკვეული ობიექტური კრიტერიუმები და გამომდინარე. რა არის ეს? რაც თქვენ ბრძანეთ, მაგალითად გამოცდილება. მაგალითად განათლება. თქვათ ბაკალავრის დონის განათლება, მაგისტრის, დოქტორის. მაგრამ მე მოუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომ ეს აუცილებლად განსაზღვროს შიდა სამართლებრივ აქტებში და რატომ? ნახეთ, საქმე იმაში გახლავთ, რომ თუ არ არის განსაზღვრული ორგანიზაციაში, რის მიხედვით აქვს ერთ იურისტ, თქვათ, უფრო მაღალი ანაზღაურება, ვიდრე მეორე იურის, რომელსაც თანაბარი სახელი ჰქვიათ ერთნაირი და ერთნაირად მუშაობენ, ამ შემთხვევაში შემდგომში გაუჭირდებათ მტკიცება შრომის ინსპექციასთან, რომ ეს იყოს სხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით. ამიტომ თუ ნამდვილად ორგანიზაცია განასხვავებს ხელფასებს, მაგალითად, ისეთი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, როგორიც არის გამოცდილება, განათლება და სხვა, ეს ჯობია იყოს სამართლებრივ აქტში ასახული, იქნება შიდა განაწესი თუ სხვა შიდა სამართლებრივი აქტი, აუცილებლად ობიექტური არგუმენტი, ანუ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი და კაცია, არ უნდა იყოს განსხვავებული ხელფასი. შემდეგ რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში მთელი ეს პროცესი, რაც უკავშირდება ორსულობას, უკავშირდება ესე იგი ბავშვის გაჩენას და ძუძუთი კვებას. პირველი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ ესე იგი თუ კი ვთქვათ ქალი მუშაობდა მძიმე მავნე საშიშპიროებებიან სამუშაოზე, ან მაგალითად ღამის სამუშაოზე და ორსულად დადგა ორსულობა, ასეთ შემთხვევაში ვალდებულია დამსაქმებელი თუ კი აქვს პოზიცია
რომელიც არ გულისხმობს ღამის მუშაობას, ან მძიმე მავნე საშპირობელ მუშაობას, უნდა მოხდეს ამ თანამშრომლის გადაყვანა, როტაცია. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, თქვა ღამის სმენაში მუშაობს ბანკში. ქალი ორსულობა დადგა, ასეთ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია შესთავაზოს დღის სმენა, ასე რომ ვთქვათ, ხო, დღის განრიგი. ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კვლავ დაბრუნდეს შემდგომში. მანამ ვიდრე აკრძალულია მისი მუშაობა მძიმე მავნე საშპირობებიან და ღამის სამუშაოზე. ეს არის ორსულობა, ეს არის ახალნამშრომიარები და მეძუძური დედობის პერიოდი. თუ ორგანიზაციას არ აქვს ასეთი საშუალება, ანუ ფიზიკურად არ აქვს სხვა ადგილი, რომ სხვაგან გადაიყვანოს, ასეთ შემთხვევაში ქალს ენახება ეს ადგილი და მისი არ ყოფნა სამსახურში არ გულისხმობს არასაპატიო მიზეზით არ ყოფნას და შესაბამისად, როდესაც ეს მიზეზები აღმოიფრება, ქალი უნდა დაბრუნდეს ისევ სამსახურში და არავითარ შემთხვევაში უფლება არ აქვს ორგანიზაციას, რომ უარი უთხრას. მაქსიმალური კონცენტრაცია ქალბატონების ინტერესებზე. კი ბატონო, ასეა და აუცილებლად რაც უნდა ვთქვათ, ზურა, ეს არის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, რაც ყველაზე ხშირი დარღვევაა ამ ტიპის დავებთან დაკავშირებით. დაუშვებელია და აკრძალულია ორსული ქალის გაშვება სამსახურიდან, ანუ მისი ხელშეკრულების შეწყვეტა და გარდა გამონაკლის შემთხვევებისა, ანუ გამონაკლისი რა არის, როდესაც თქვათ თანამშრომელი არ ასრულებს თავის ფუნქციას პირობითად, ან ასეთი შემთხვევა არის, ეს სხვა შემთხვევაა, მაგრამ ორსულობის შეტყობინებიდან უკვე დამსაქმებელს ეკრძალება ქალის ორსული ქალის გაშვება სამსახურიდან. ეს სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც არის, მე მგონი ამა თუ იმ კომპანიის. კი ბატონო, თამარ, ჩვენ გადავიდეთ სხვა საკითხზე, საოჯახო ურთიერთობებსაც უნდა შევეხოთ აუცილებლად. ქალებს რა უფლებები აქვთ, აი მაგალითად განქორწინებისას და საერთო ქონების გაყოფისას. ეს ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს, მე ვფიქრობ, სამწუხაროდ ბევრს. კი ბატონო, მოკლედ განქორწინებები ნამდვილად სამწუხაროდ ხდება და დიდია სტატისტიკა. ესე განქორწინების დროს მიუხედავად იმისა, ქალი მუშაობდა თუ არ მუშაობდა ქორწინების პერიოდში, ანუ მუშაობდა თუ მაგალითად ბავშვებს ზრდიდა, ან სხვა საოჯახო საქმიანობას ეწეოდა, თუნდაც შვილები არ ყავდეს საერთოდ ქორწინებაში, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, თუნდაც ეს ქონება იყოს რეგისტრირებული ქმრის მამაკაცის სახელზე, ეს ქონება თანაბარ-წილად ნაწილდება ქალსა და კაცს შორის. მაგრამ თუ კი ქალთან რჩება და როგორც წესი ეს ასე ხდება, თუ კი ქალთან რჩება არასრულწლოვანი შვილები, აღსაზრდელად, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ამ ფაქტს და ქონების გაყოფა ხდება არა თანაბრად, არამედ უპირატესობა მიანიჭება იმ ამ შემთხვევაში ქალს, რომელთანაც რჩება არასრულწლოვანი შვილები და უფრო მეტიც, თუ კი მამაკაცი ქონებას ფლანგავდა და ოჯახის ინტერესებისთვის არ იყენებდა, თქვათ ნარკოდამოკიდებული იყო, თამაშობდა და 1000 გვარი, თქვათ, ასეთი მიდრეკილებები, ესეც შეუძლია ქალს დააყენოს ეს საკითხით და უპირატესობა მიენიჭება ამ შემთხვევაში ქალს და ქონება გაიყოფა არა ნაწილობ თანაბრად, არამედ უპირატესობა მიენიჭება ქალს. ძალიან კარგი. კი ბატონო, სანამ ქონების გაყოფაზე გადავდივართ, ასე ვთქვათ, შვილების მიკუთვნების ან ალიმენტის მიმართებით რა უპირატესობები აქვთ ქალებს? კი ბატონო, ახლა შვილებთან დაკავშირებით პირველი რაც უნდა ვთქვათ, ორი რამ არის. ერთი, რომ მამაკაცი ვალდებულია არჩინოს ცოლი ორსულობის განმავლობაში და სანამ ბავშვი არ გახდება 3 წლის. ეს რას ნიშნავს? ზოგადად ხომ ალიმენტის გადახდის ვალდებულება აქვს მშობლებს ბავშვების მიმართ, მაგრამ სანამ ცოლი სანამ შვილი 3 წლის გახდება, ცოლის რჩენის ვალდებულებაც აქვს. ანუ შვილთან ერთად ემატება ცოლის რჩენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, იმ ხარჯების და საჭიროებების გათვალისწინებით და მამაკაცის, რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელმაც უნდა არჩინოს თავის ცოლი. მეორე რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ სანამ ბავშვი გახდება 1 წლის, თუ ქალს არ სურს განქორწინება, მაშინ ამ შემთხვევაში განქორწინება დაუშვებელია. ხო, ანუ მამაკაცი ვერ განქორწინდება ცოლთან, სანამ ბავშვი 1 წლის არის, თუ რა თქმა უნდა ცოლს არ აქვს ამის სურვილი. ეხლა რაც შეეხება ბავშვების მიკუთვნების საკითხს. კანონი არ ამბობს, რომ ბავშვები აუცილებლად დედას ან მამას უნდა მიეკუთვნოს, კანონი ამბობს, რომ ორივე მშობელი თანაბარია, თუმცა თუ გადავხედავთ ჩვენ სასამართლო პრაქტიკას, უმეტეს შემთხვევებში ხშირ უმეტესობაში შეგვიძლია ეს თავმად ვთქვათ, ბავშვების მიკუთვნება ხდება მშობელზე, რადგან ვლინდება უფრო მეტი ემოციური კავშირი დედასთან, ვიდრე მამასთან. ანუ ეს მიკუთვნების პროცესი არის მთელი ფსიქოლოგიური ხაზი.
რომელიც უნდა გაიაროს სასამართლო პროცესის განმავლობაში ორივე მშობელმა და აქ ფსიქოლოგი ადგენს, მათ შორის ჩართულია მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, ანუ ამ ბავშვების მიკუთვნების დროს ერთადერთი ინტერესი არსებობს, ეს არის ბავშვის ინტერესი. არასდროს არ ხდება მშობლის ინტერესის გათვალისწინება. ბავშვის საუკეთესო ინტერესი, კი ბატონო. შესაბამისად, თუ შეხედეს, რომ ბავშვს მეტი ემოციური კავშირი აქვს დედასთან, ვიდრე მამასთან, ბუნებრივად მოხდება მისი მიკუთვნება დედასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამას არ აქვს ნახვის უფლება, განისაზღვრება მამის ნახვის საათები, რა თქმა უნდა, იქ წამოყვანის საათები, იქ ზაფხულის და ზამთრის არდადეგების საკითხი. თამარ, აქვე ერთი კითხვა მიჩნდება. თუ ბავშვს ამ ბავშვებს მეტი ემოციური კავშირი აქვთ, მაგალითად მამის მიმართ, მაგრამ დედას აქვს უკეთესი საცხოვრებელი პირობები, ასეთ შემთხვევაში როგორია გადაწყვეტილება? საინტერესო შეკითხვა. ხშირად დგება, ზურაბ ძალიან საინტერესო შეკითხვა, ხშირად დგება სასწორზე მეტი ემოციური კავშირი ერთ მშობელთან, მაგრამ პირობები. ესე იგი, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ეს საქართველოში ასე და პრინციპში მარტო საქართველოშიც არა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მშობელი, რომელთან მიკუთვნებაც ხდება, უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ პირობებს. ოღონდ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ აუცილებლად რაღაცა საოცარი ხო, რაღაც სიმდიდრეზე არ არის. სიმდიდრეზე არ არის. აქ არის საუბარი ჯანსაღ გარემოზე პირველ რიგში, რომ საცხოვრებელი იყოს ჯანსაღი ბავშვისთვის და იყოს უზრუნველყოფილი მისი არსებითი საბაზისო საჭიროებები. იმიტომ რომ ერთ მშობელს უკეთესი პირობები აქვს, ეს არ არის გამსაზღვრელი. მაგრამ უნდა დარწმუნდეს სასამართლო, რომ მშობელი, რომლისთვისაც ხდება ბავშვის მიკუთვნება, აქვს საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ბავშვის მიკუთვნება მოხდეს. აი რა შეიძლება ჩაითვალოს ეს საკმარისი პირობებად? აი დაახლოებით რომ თვალნათელი იცით რა, იქ არის აღწერა, რომ ბავშვს ჰქონდეს თავისი ოთახი ან თავისი კუთხე. იყოს, ვთქვათ, რაღაცა ჰიგიენის კუთხით, ვთქვათ, პირობები, წყალი, გაზი, გათბობა ზამთარში, ვთქვათ, არ უნდა იყოს ჯანმრთელობის დამაზიანებელი, რაც გულისხმობს, აი ნესტის და ესე რომ ვთქვათ, ხო ზოგჯერ ახლა ვთქვათ, შეიძლება სახლს ჰქონდეს ასეთი მინახავს ბევრი. აი ძირითადად ის რომ აი ჯანმრთელობას და ასევე განათლების მიღებაც რა თქმა უნდა, განათლების მიღება სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სოფლად და ქალაქად, ამიტომ სადაც უნდა ცხოვრდეს ბავშვი, უფასო განათლება, სასკოლო განათლება, თავისთავად ცხადია რომ უზრუნველყოფილია. კი ბატონო, თამარ, სამწუხაროდ 21 საუკუნეში 2025 წელს კვლავ გვიწერს ამ თემაზე საუბარი, როდესაც გვაქვს ძალადობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახებში ძალადობის დროს ხშირად სწორედ ქალები გვევლინებიან ხოლმე მსხვერპლებად. აქ რა მხარდაჭერის მექანიზმები არსებობს დღესდღეობით და როგორ იქცევიან ქალბატონები? მოდი სანამ მივალ ამ მხარდაჭერის მექანიზმამდე, ვისაუბრებ ფუნდამენტური პრობლემა რა არის. მე იცით გახლავართ ქალთა ფედერაციის, ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მეგობრებო, საბოლოო ჯამში მაინც უმეტესწილად პრობლემა უკავშირდება ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას. ეკონომიკურად ძლიერი ქალი ნაკლებად არის მსხვერპლი ასეთი ძალადობა. რა თქმა უნდა, გვევლინებიან ქალები ასეთი შემთხვევაშიც, მაგრამ ეკონომიკური სიძლიერე სულ მინიმუმ ქალს აძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც არ დარჩეს მოძალადესთან მხოლოდ იმიტომ, რომ მას ან თავის შვილებს, არასრულწლოვან შვილებს, ასე რომ ვთქვათ, სარჩოს მიღების საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ დამოუკიდებელი და ძლიერი. დიახ, ამიტომ აქ დავიწყებ თავარი აქცენტით, მეგობრებო, რომ ჩვენ რა ხელშეწყობის მექანიზმები გვაქვს იმისთვის, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება მოხდეს. რა არის მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება? განათლება. რა თქმა უნდა, ანუ იმისთვის, რომ ქალი დასაქმდეს, აუცილებელია ჰქონდეს შესაბამისი უნარჩვევები. ქალებს და ესე რომ ვთქვათ, ნებისმიერ 21 საუკუნეში, ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, სადაც უკვე დასაქმების პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის იმას, რომელსაც უკვე აქვს პროფესია და წლებია ამ პროფესიაში, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ტექნოლოგიის ჩანაცვლება და ამიტომ ზოგადად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მზად პროფესიის შეცვლისთვის და ახალი უნარების შეძენისთვის, მაგრამ ქალების შემთხვევაში, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ყოველთვის არის პროგრამები სრულად დაფინანსებული, რომელიც უფინანსებს ქალს ზუსტად იმ განათლებას და იმ skills ან უნარს, რომელიც სჭირდება დასაქმებისთვის. აი ბიზნეს ფედერაცია ქალები მომავლისთვის
Re-Educate-თან თანამშრომლობით გაკეთდა ასეთი პროექტი, სადაც გადამზადდნენ სრული დაფინანსებით ქალები ისეთ პროფესიაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ დასაქმებას და მათ შორის მაღალ ანაზღაურებად დასაქმებას. ეს არ აქვს მნიშვნელობა მანამდე ქალს რაიმე პროფესია ჰქონდა თუ არ ჰქონდა. არ აქვს მნიშვნელობა მანამდე პროფესია ჰქონდა თუ უფრო მეტსაც გეტყვით, აი ძალიან მომწონს და Re-Educate-ს ჰქონდა ასეთი პროექტი, რომ მსჯავრდებული ქალებიც კი მოამზადეს და ერთ-ერთი გამოვიდა ეს ქალი და დაასაქმეს კიდევაც თავის ორგანიზაციაში Re-Educate-ში და ეს რა თქმა უნდა ძალიან დასაფასებელია არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის მიმართ, არამედ იმ ქალების მიმართაც, რომლებაც არ დაყარეს ფარხმალი და განათლების გზას შეეჭიდნენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აქვე მეგობრებო პროფესიული პროგრამები. აქ საუბარია როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სასწავლო კურსებზე, რომელიც ასევე გახლავთ სრულად დაფინანსებული და ამ სრულად დაფინანსებულ კურსებზე შეუძლიათ ქალებს მიიღონ მონაწილეობა. იქ არის მრავალი არჩევანი, მაგრამ თავარი რა არის? იმიტომ ფინანსდება ეს კურსები, რომ მაღალ მოთხოვნადია ბაზარზე, თორე ისეთი კურსები არ ფინანსდება, რომელიც მოთხოვნადი არ არის. სწორედაც ისეთი კურსები ფინანსდება, რომელიც მოთხოვნადია. და ასევე უნდა აღვნიშნოთ, ამ წუთას მიმდინარეობს ეს პროექტი და დღესვე შეუძლიათ მიმართონ, ეს გახლავთ ესე იგი გაეროს ქალთა გაძლიერების ორგანიზაციის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მზადდება და ეს პროექტი დღესვე ამ წუთასვე არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ქალისთვის, სრულად ხდება დაფინანსება ქალების ტექნოლოგიური განათლების. იქნება ეს web development-ი თუ პროგრამირება და სხვა ესე იგი ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები და მათ შეუძლიათ დღესვე მიმართოთ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, გაიგონ ამბავი, მიიღონ ინფორმაცია და სრული დაფინანსებით დაეუფლონ იმ პროფესიას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ თავისუფლებას, რაც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. ეხლა ზურა, რაც შეეხება ვინც უკვე მოხდა აი ამ თქვათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვინც არის, მათთან რა ხდება? აქ რაც არის ძალიან კარგი, მოკლედ ვიტყვი, ვიცი რომ დრო საშუალება არ გვაქვს. ესე იგი, საქართველოს თითქმის ყველა ადგილას, ანუ ეს არის რამდენიმე ცენტრი, საქართველოს მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს სრულიად კონფიდენციალურად იმ ქალების განრიდებას ოჯახებიდან, რომლებიც არიან ოჯახის ძალადობის მსხვერპლი. რას ნიშნავს განრიდება? ამაში შედის განრიდება არასრულწლოვან შვილთან ერთად. იმიტომ რომ დედა ხომ ვერ დატოვებს ხომ შვილს თავისთავად ცხადია, მით უმეტეს თუ მოძალადე არის ოჯახში თავისთავად ცხადია. ეს გულისხმობს მათი საცხოვრისით უზრუნველყოფას, კვებით უზრუნველყოფას, მოგეთ ყველა პირობით უზრუნველყოფას, რაც ჭირდება ქალს და მის არასრულწლოვან შვილს და რაც ყველაზე მთავარია, ამ ცენტრებში ასევე არის მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც ადგილზევე უზრუნველყოფს ამ ქალების გადამზადებას ან პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით. ხდება ამ ქალების გადამზადება, რომ რა მოხდეს მათი დასაქმება. ხომტო რომ როდემდე იქნება თავშესაფარში. კი, დროებით ეს ძალიან კარგია, სანამ ვთქვათ რაღაცა სასამართლო პროცესი მიდის, მთელი პროცესები მიმდინარეობს, ქალი უზრუნველყოფილია, საკვები აქვს, საცხოვრისი აქვს, ყველაფერი აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალში რა უნდა გააკეთოს. ანუ ამ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ეს არის დასაქმება და აი ამ მხარდაჭერის მექანიზმებს ითვალისწინებს თვითონ ეს თავშესაფრები, რომლებიც მოწყობილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და არის ანონიმური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ არავინ არ იცის მისი მისამართი და ადგილმდებარეობა, შესაბამისად ჩვენც არ ვიტყვით ეთერში. თამარ, აუცილებლად ერთ მოკლე შეკითხვასაც დაგისვამ და მაინტერესებს, რამდენად არის შემცირებული სტატისტიკა ძალადობის? ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ სამწუხაროდ, იცით რა, დამოკიდებულია, ესე რომ ვთქვათ, ხან იკლებს, ხან იმატებს, რამე განსაკუთრებული შედეგი რომ ვთქვათ რაღაცა მნიშვნელოვანი რომ ცვლილება არა, თუმცა ერთიც უნდა ითქვას, ეხლა რამაც მოიმატა, ეს არის გამოვლენის სტატისტიკა. ანუ ის რომ ძალადობა ვთქვათ, მეტია პირობითად შარშანდელი მონაცემებით ვიდრე შარშანწინდელით, ეს არ ნიშნავს, რომ უფრო მეტი ძალადობა მოხდა. ეს ნიშნავს, რომ გამოვლენაა გაზრდილი. ანუ ქალებმა გაიგეს თავისუფლებები, გაიგეს რა კი ბატონო, გაიგეს რომ აგერ ვთქვათ, არის თავშესაფრის მექანიზმი, გაიგეს მხარდაჭერის ღონისძიების შესახებ და გამოვლენაა გაზრდილი. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად ძალადობაა გაზრდილი. შეიძლება ეს იყოს გამოვლენის მაჩვენებელი.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველა ქალბატონს ვსურვოთ წარმატება, რეალიზება საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და მე მინდა რომ აღარ მოგვიწიოს გადაცემებში საუბარი თემებზე რომ ქალისა და კაცის უფლებები არის თანაბარი, ხო არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გაიმიჯნოს ეს ერთმანეთისგან და ხო არ ვიცი